აიათოლა ხამეინის შემდეგი ნაბიჯი მისი მხარდამჭერის მოშორება იყო. დიქტატორის სახელმძღვანელოში არის ერთი კანონი. თუ ვინმე დაგიხმარება ტახტზე ასვლაში, ის შენი ყველაზე დიდი საფრთხეა. მან იცის შენი სისუსტეები, მან იცის, როგორ მიიღე ძალაუფლება და მას გონია, რომ შენი მართვა შეუძლია. ხამეინისთვის ეს ადამიანი აკბარ ჰამანში რაფსანჯანი იყო. 1990-იან წლებში რაფსანჯანი ირანის პრეზიდენტი გახდა. მას ეჭირა ფინანსები, აღმასრულებელი ხელისუფლება და მას ეგონა, რომ ხამეინი მხოლოდ სასულიერო სიმბოლო იქნებოდა, რომელიც მის ბრძანებებს შეასრულებდა. ხამეინიმ კი დაიწყო ჩრდილოვანი სახელმწიფოს მშენებლობა. მან შექმნა უზენაესი ლიდერის ადმინისტრაცია, სტრუქტურა, რომელიც არც ერთ კანონს არ ექვემდებარებოდა. მან დაიწყო სადაზვერვო სამსახურების და სასამართლოების პირდაპირი კონტროლი. სანამ რაფსანჯანი ეკონომიკურ რეფორმებზე და დასავლეთთან ურთიერთობებზე ფიქრობდა, ხამეინი სისტემურად აშორებდა მას რეალურ ძალაუფლებას. მან რაფსანჯანის ახლობლების წინააღმდეგ კორუფციული საქმეები აღძრა. მისი შვილები ციხეში ჩასვა და ნელ-ნელა მისი სახელი სახელმწიფო მედიიდან გააქრო. რაფსანჯანი, რომელიც ერთ დროს ირანის ყველაზე ძლიერ კაცად ითვლებოდა, სიცოცხლე იზოლაციაში დაამთავრა. ხამეინიმი საკუთარ რეჟიმში უცხო სხეულად აქცია. მან დაამტკიცა, რომ დიქტატურაში მადლიერება არ არსებობს. რაფსანჯანი 2017 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, საკუთარ აუზში. მაშინ, როცა ხამეინი უკვე აბსოლუტური მონარქი იყო. ამით დასრულდა ზვიგენის ეპოქა და დაიწყო გადარჩენილის ერთპიროვნული მმართველობა. ხამეინიმ აჩვენა, რომ დიქტატორი უნდა იყოს მშვიდი, რომელიც მოთმინებით ელოდება მომეც, როდესაც მის ძველ მეგობრებს ჩამოეშორებს.